ინვესტორებისაგან მოტყუებული კიდევ 20 ოჯახი ლერმონტოვის 105 ნომერში მცხოვრებლები 1995 წლის შემდეგ ახალ კორპუსებში შესახლების მოლოდინში არიან. აქ მცხოვრებთა მტკიცებით მათი ტერიტორიიდან გასახლების პირობა წლების წინ მერისაგან მიიღეს, თუმცა პროცედურების გაჭიანურების გამო გადაწყვიტეს მემორანდუმი გაეუქმებინათ და ბიზნეს ურთიერთობა კერძო ინვესტორებთან დაეწყოთ. თუმცა უკვე მე-6 წელია მათი მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ლანა ძაძამია დეტალებით. ფატი შაინიძის ხუთსულიანი ოჯახი უკვე 20 წელია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ელოდება. დიასახლისის თქმით, სახლში წვიმს, მოსახლეობას ქვეწარმავლები და ანტისანიტარია აწუხებს. მსგავს მდგომარეობაში ლერმონტოვის 105 ნომერში კიდევ 20 ოჯახია. როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს ოთახში. ბოდიში და ბაყაყები და თაგვები ხომ არიან ჩვენსაც ცხოვრობენ მაგენით, როგორც ოჯახის წევრები და ძალიან გაჭირვებული ვარ მივმართეთ ძველ თავრობასაც. ბატონო ბეჭხეიძესთან მაგან გამოგვიგზავნა ვითომ ინვესტორი უნდა დაეკმაყოფილებია ჩვენი თავი და მოგვატყვა ინვესტორმაც. მოსახლეობის თქმით, მათ წლების წინ მერიასთან გაფორმებული მემორანდუმი მოტყუებით დაარღვევინეს და ინვესტორისთვის მიწის დაკანონების საბუთს მოაწერეს ხელი. მოსახლეობა მემორანდუმის დარღვევაში აჭერის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს ადანაშაულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯამბულ კურცხალიძემ ისინი მოატყუარის გამოც დღემდე ინვესტორის მოლოდინში არიან. ინვესტორია მოსულიო, ინვესტორი არსად არ ჩანს. ეხლა რო ჯამბულ კურცხალიძეს ჩვენ მივმართეთ, რომ ინვესტორი იყო ნახული, იგი აგერ ეს მოტყუება იყო. ეს უკავშირებს 2008 წლის ომს. თაღლითური გზით მოატყუეს და მოაწერინეს ისეთ დოკუმენტებს ხელი, რომ ეს გაურკვეველი კერძო პირის საკუთრება გახდა და ფაქტია, რომ ადამიანები დღეს 21 საუკუნეში აი აქ მე თვითონ ვნახე და ვინახე გუშინძინ ცხოვრობენ ვირთხებისა და გველების თანხლებით. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ოჯახების ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება არ გააჩნიათ. გოგა ლომაძის თქმით, მოქალაქეებმა მემორანდუმი საკუთარი სურვილით დაარღვეს, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ინვესტორისაგან უკეთესი შემოთავაზება ჰქონდათ. მათი მოთხოვნის გამო გაუქმდა გაფორმებული მემორანდუმები და ის მიწის ნაკვეთი, რაზეც განლაგებულია ბარაკები, მოხდა მათზე საკუთრების უფლების აღიარება, გადაეცათ კერძო საკუთრებაში. დღეისათვის ისინი არიან კერძო მესაკუთრეები და მერიას მათთან აი საცხოვრებელი ბინის დაკმაყოფილების ვალდებულება არ გააჩნიათ. ამ ეტაპზე 20-ვე ოჯახი საბინაო სამშენებლო კოოპერატივებთან ერთად ლერმონტოვის ქუჩაზე 5500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ითვლება. საბინაო კოოპერატივების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯამბულ კურცხალიძეს მოსახლეობა არ მოუტყუებია. დურმიშხან გურგენიძის თქმით, ინვესტორი უკვე ნაპოვნია, მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 20-ვე ოჯახი მემორანდუმით გათვალისწინებულ 50 კვადრატულ მეტრ ფართს მიიღებს. ფიზიკურად ჯამბულ კურცხალიძე ამას ვერ იზამდა, რადგანაც მემორანდუმის გაუქმება მიმდინარეობდა მაშინდელი მერიის იურიდიული განყოფილების უფროსთან. პროგრამაც არ იყო, რომ ეს დევნილი მოსახლეობამ დაიკმაყოფილებით ფართებით, ამიტომ პირიქით მისასალმებელი იყო და უხაროდათ ამ ხალხს, რომ იღებდნენ იქ რა ქვია, საკუთრებას კი, რა თქმა უნდა. შემდეგ მოხდა 2008 წლის ომი და მათ შორის ყველა ინვესტორი გაიქცა მოგეხსენება და ამის მერე შეჩერებული იყო ინვესტიციები და მშენებლობა ზოგადად. დღეს უკვე მოსულია ინვესტორი ფიზიკურად ვაშენებ. საბინაო სამშენებლო კოოპერატივების წარმომადგენლები მოუწოდებენ ოჯახებს დაუკავშირდნენ და გააფორმონ ხელშეკრულებები ბინის მიღების თაობაზე.